ეს არის ჩემი სადიპლომო ფილმი. ნუ ასე მოხდა, რომ დავამთავრე კინოინსტიტუტი მოსკოვში, ვგიკიქვიოდა და ვეძებდი რაღაც ისტორიას, მასალას, ეხა მზად სცენარი არ მქონდა, მაგრამ ვათვალიერებდი კლასიკას, უცხოეთის მოთხრობებს, ქართულ ლიტერატურაში ვეძებდი. მეგონა რომ რაღაც პატარა თავარია რომ უნდა ყოფილიყო მოკლე ისტორია. დედაგაცო! როგორია? რა კარგი ქვევრი ჩამოგიტანია. მოვიდა ჩემი მეგობარი, მაშინ არ იყო ცნობილი დრამატურგი, არ იყო ბრწყინვალე ავტორი, პარალელურად ჩემთან ერთად სწავლობდა, მე ვგიგში ვსწავლობდი კინოინსტიტუტში, რეზო გაბრიაძე, რეზო მყავს ხვედველობაში, რეზო გაბრიაძე სწავლობდა სასცენარო კურსებზე. ხო და მომიტანა წიგნი ლუიჯი პირანდელოს, მოთხრობები. იცი რაო, ერთი მოთხრობა ქვევრი ქვია. ძალიან გავს აი ჩვენ ქართულ სამყაროს. გაიცი ჩავიხედო შიგა. დაუღუპიორთ ამ შობელ ძაღს ამას. უი მამიპდეს თავი. რა მიყვალში არ ჩამიყარა ამოდენა შრომა. რაღაც შევასხა ვინ? ჩხუბით ხომ არ გაამთელებ, აბესალომს დაუძახე. ვინ აბესალომს? აი მიტვა. ხო, შეიძლება იმუშოს. ამ დროს ტელეფილმები დაარსდა ტელევიზიაში და თითქმის აი ჩემამდე მიშა კობახიძე იღებდა იქ თავის პირველ ფილმებს და რამოდენიმე, ნუ ყველა ის კინო ინსტიტუტის ხალხი ერთი თაობა შევგროვდით ტელეფილმებში. მე მოვიტანე ეს მოთხრობა. იქაც კარგად მიიღეს და დაიწყო, ესე იგი, ჯგუფის შექმნა. იცი ეს რა წებოა? ამის წასმა და გაქვავება ერთია. მაშა? ოჰო. აბა ერთი მომაწოდე. თხილებ. აჰა, ასე. კიდე. ლომერ ახვლედიანმა აიღო თავის თავზე, მოვიდა გავეცანი რაღაც ძალიან მოსწონდა ეს მოთხრობა, დავჯექით ვილაპარაკეთ, როგორც მაგას ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ეს უნდა იყოს რეალისტური სამყარო, ოღონდ თავი ყველაფერი სიურეალისტური იყო იმაში, რომ აი ესე იგი რავარია ქვევში კაცი შევიდა, შეაკოწიცა და ვერ გამოდის იქედან. ესე იგი აქ იყო ყველაფერი, რეალობა და სურეალიზმი ერთმანეთში არეული. რთველის დრო იყო, მოხდა ისე, რომ ყველაფერი ერთმანეთში კარგად ძალიან შეერწყო იმით, რომ აი საერთოდ კი არ წავედით კახეთში თქვათ, ან გაზაფხულზე, ან ზამთარში. აი რთველის დროს მოვხდით და ძალიან ჩემთვის მაინც გაზრდილი ქალაქში აი ეს სამყარო, როცა ყველაფერი დუხს, ღამე ისმის აი ესეთი ხმები, ვიკითხე რა არის სასტუმროს იმაზე აივანზე გავედი, ესო ღვინო დუხსო. ვიღაცამ ხელი ჩამომართვა სოფელში, გურჯანში, ბაკურციხეში, სადაც ფილმი კეთდებოდა,
ესე იგი, ჩემი ხელი ვიღაცის ხელში ერთმანეთს შეეწება, იმიტომ რომ ის ღვინის წვენი ტკბილი ხელს აი ამან ისეთი ბიძგი მომცა ფანტაზიის ისეთი ვგზნობდი რომ ყველაფერი არაჩვეულებრივია ბარაკა გოგი წადიში ძალიან უხარიჭი ბარაკა ასი ხო ძალიან კაი მსახიობები ბუხუტი ზაქარიაძე რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო შეერთებულ შტატებში და ისეთი კაცი დამხდა სენატორს უფრო გავდა ვიდრე რაღაც ფანტასტიკური ისეცვა იმ პერიოდის ძალიან ესეთი თავისი ჰალსტუკით რა ვაიმე ვიფიქრებ ცდები ეს არ არის შავი გოგია შემატყო მითხრა რა არის იცი ორი კვირა მომეცი წვერს მოუშვებ და ნახავ მე იმიტომ რომ პირველად არ ვიყავი ესე იგი არ იყო ეგ ტიპი იყო მართლა აი ამერიკიდან ჩამოსული სენატორი ჩამოვიდა კახეთში ესე იგი რაღაც რეკვიზიტი მოირგო არ მოეწონა გავედით ბირჟაზე სადაც დგანან ეს კახელები და სთხოვა აბა ეს ხალათი მომეცი აბა ხო და ჩაიცვა იქვე გაოფლებული ვიღაცის ესე იგი ნაღდი ისე მოერგო ეს ორი კვირის კვირიანი ეს გაუპარსაობა ნუ აი თვალწინ ზუსტად აი ის ტიპი ვინც ქონდა მე წარმოდგენილი აღმოჩნდა ბუხუტი ზაქარიაძე დასწევლა ღმერთმა ერა მაგარი წებო ყოფილა თავში გაიხალე როგორც გინდა ისე გამოძვერი ეს ოხერი მთელი ძალით ვაწვევი მაგრამ მაინც არ ასილდება რა ვქნა აბა უდვინო რატომ ძურებოდი შიგა რამდენი ქვევრი შამიკეთებია ასეთი ვიწრო ყელიანი არსად არ შამხვედრია ეროსი მანჯგალაძე არც მალავდა რომ ჩამოვიდა დროს სატარებლად ესე იგი ქონდა 3 დღის გადაღება დარჩა 10 დღე სულ რაიკომის დივნებთან პორმარილი ისე გვიშლიდნენ გადაღებას, იმიტომ რომ მაშინ შავი ვოლგები ახალი იყო, შავი ვოლგები, ხო და გვიყურებდა ვიღაც რაიკომის დივნის ვიღაც გამოშვებული კაცი, ჩვენსკენ რომ მალე იქ სადღაც ადგილია ნათქვამი იქ პორმარილი მთელი ჯგუფი წამოიყვანე, ხო და ეროსი ბოლოს გავაგდე. ჩემ თავს მივეცი უფლება მე უთხარი მკლავ რას მეშვები ორი კვირით უნდა ორი კვირა გქონდა გადაღება ორი კვირა პორმარილებში ხუმრობს სულაკველიძე არ არის მსახიობი რო ვეძებდი ტიპაჟს მსახიობებში ვერ მოვნახე სამაგისოდ პიონერთა სასახლეში რაღაცის ინსტრუქტორი იყო დავინახე, დაუძახე, გაუკვირდა, არა ვარ რომ მსახიობი, მე ვთხარი მობრძანდით, ჩამოვიდა კახეთში, საოცრად ჩუმი და ნაზი კაცი იყო, უფრო მეტად ქვევში ჯდომა იქ რაღაც დაუფინეთ და დროს ატარებდა და დაგვავიწყდა ერთხელ აი ამ ესე იგი ეროსის პურმარელის მერე მოვედით ავიბარგეთ, წავედით გურჯანში, სადაც სასტუმრო იყო და ღამე დარჩა აი მეზოში, ესე იგი გაიყინა თურმე და გვაგინებდა სასტიკად რა მიქენით ვერც გამოდიოდა. მე რომ შარი არ მანდობ, შევასაც გავიხდი, აი უფროსო. გაიხადე. ქალბატონი გენრიეტა ლეჟავა. მეუბნებოდნენ რომ არ არისო კახელიო, არ არის კახური ტიპიო.
კახელებიო ყველა შავები ესე იგი დამხტრები ჩია ესო ვინ არისო ამხელა იმდენად მომეწონა რომ ჩავთვალე რომ ეს არ არის აუცილებლობა რომ მან და მაინც ტიპი და როგორ გაამართლა ეს მაგის წონა ეს მაგის ძალა მანქანას რომ ესე იგი მანქანა ხო სულ გაჩერე ვერ არიქოქება მე ისე მოხდა რომ ტელევიზორში რომ აჩვენეს ძალიან შეუყვარდა მაყურებელს იმ პერიოდს ესე იგი ცენტრალურ ტელევიზიამ რუსეთშიაც და მთელ საბჭოთა კავშირში ძალიან ხშირად ძალიან პოპულარული გახდა ეს ჩემი პატარა სტუდენტური ნამუშევარი აი მონება ნუ დაბარგე აი აღარ სოლი მინდა აღარ შვილი მინდა აღარ ეს ბევრი მინდა აუში მერე ფესტივალები ბევრი პრიზები მსოფლიო საფრანგეთი ამერიკაშიაც კანადაშიაც ну რა ვიცი ეს იყო ჩემთვის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა აღმოჩნდა კამპანია რომელსაც ქვია ასკანელი ძმები გოჩა ჩხაიძე აიღო რაღაც თავის თავზე ამ ფილმის ქვევრის რესტავრაცია არქივში ძალიან საინტერესოდ გაკეთდა ჩატარდა ეს პროცესი და მივიღეთ ის რასაც თქვენ ახლა უყურებთ გაწმენდილი სუფთა ესე იგი ისეთი კაი გამოსახულება მე მგონი თავშიაც არ იყო ასეთი როგორც არის ახლა ну საოცრად კარგი ხმა ესე იგი მსახიობის თამაში სახეები სინათლე შავ-თეთრი ფონი ყველაფერი ძალიან გამოცოცხლდა მარნის კარი გიჭრიალებს მოგვიტანდეთ წითელ ღვინოს ელსა ჩამიმაჭრიანებს